შთამომებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. როდესაც ვიღებ ამ ვიდეოს დღეს არის ფსიქოლოგია ტაროს არხის იუბილე. შეგვისრულდა 3 წელი, რაც არსებობს ჩვენი არხი და ყველას გილოცავთ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც უერთდება არხს, ვინც შემოუერთდა არხს, ხო? იმიტომ რომ თქვენი დამსახურებით ეს არხი აგრძელებს განვითარებას და გაზრდას და უფრო მეტი საინტერესო გაშლა კეთდება თქვენთვის, იმისათვის რომ თქვენ უფრო მეტი შთაგონება იპოვოთ თქვენს ცხოვრებაში, რაღაც მიგნებები გააკეთოთ, ხო, რაღაც რჩევები იყოს, რაც დაგეხმარებათ შესაძლოა სხვადასხვა ცხოვრებისეულ მომენტებში და ზოგადად, სადაც შეგიძლიათ, სივრცე, სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ და აივსოთ დადებითი ენერგიებით და დამშვიდდეთ. ასე რომ, ხო, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ, მადლობა და ასევე დღეს გვექნება გაშლა ერთი პოზიციით, ზოგადი საჯარო გაშლა ერთი პოზიციით, რომელიც იქნება იმაზე თუ რით გაგახარებს სამყარო. ამ ახლო დღეების განმავლობაში, ხო, რა იქნება, რაც მოიტანს აი ესეთ დიდ სიყვარულს შენთვის, შენს ცხოვრებაში. დასაწყისისთვის გავაკეთოთ თქვენი სიგნიფიკაცია, ხო? რომ რაღაც უფრო მიუხვდეთ და უფრო იგრძნოთ, რომ აი ეს გაშლა საჩემოა, ხო? ასევე ვინც დააკლიკა ამ გაშლას და გახსნა, ესე იგი ეს ტყუილად არ მოხდა და ეს არის თქვენთვის. თუმცა სიგნიფიკაციაც ვნახოთ, ხო? კარგი, მოდი ვნახოთ სიგნიფიკაცია ახლა იმ ადამიანის, ვინც ისმენს, ვინც უყურებს ამ ვიდეოს, ხო? რა ენერგიებში ხართ, როგორ ენერგიებში ხართ თქვენი ცხოვრების ამ კონკრეტულ ეტაპზე. ნახოთ. ოკეი. აქ არის ესეთი მომენტი, რომ ზოგს შესაძლოა სჭირდებოდეს დასვენება. შესაძლოა იყოს ბრაზი, გაღიზიანება, რაღაცა კითხებთან დაკავშირებით, შეიძლება ეს იყოს გამოწვეული ფინანსებიდან, შესაძლოა სულაც არ არის ფინანსები, არის კარიერა, ან სასიყვარულო სფერო, ვიღაცასთან ჯანმრთელობა, ხო? აქ უკვე ბევრი სხვადასხვა ასპექტია, მაგრამ ზოგადად ენერგია, სადაც ჩვენ გვინდა რომ დავისვენოთ ამ ყველაფრიდან და გვინდა რომ ავივსოთ, დავიტენოთ, ავივსოთ, გავთავისუფლდეთ შიშისგან, შფოთვისგან, ბრაზისგან, რაღაც აი დაძაბული რო იქნები მუდმივად და აი ამ ყველაფერმა უკვე ყელში გაქვს დაგღალა. აი ასეთი ენერგიები აქვს, რომ გინდა ამ ყველაფრიდან გამოსვლა, განთავისუფლება. კარგი, გადავდოთ ეს გვერდით. ესე იგი აი ასეთ ენერგიებში იმყოფება, ხო? და აქ არის ბევრი ფიქრები, ხო? ბევრი ფიქრი, გეგმები, ვიღაცა ოცნებობს რაღაცეებზე, ხო? ვიღაცა შესაძლოა მანიფესტაციებს აკეთებდეს, ესეც ვთქვათ. მაგრამ აი მინდა იყოს უფრო უკეთესი ვიდრე არის ახლა, ხო? მინდა მაგალითად უფრო მეტი ფული მქონდეს, ან უფრო მეტი შანსი მქონდეს, ან უფრო მეტი შესაძლებლობა, ხო? კიდევ ერთხელ ახლა ვის რა კონკრეტულად რა სფერო აქვს? ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენს ინდივიდუალურ სიტუაციას და ვითარებას. მაგრამ აი სიგნიფიკაცია ზოგადად თქვენი ასეთია, აქ ასე რომ გავაგრძელოთ, ამაზე აღარ გავჩერდები. ახლა მეორე დასტამა აქ მომზადებული და გადავწყვიტავ, რომელი უფრო გამოვიყენო ჩვენი სასიხარულო ამბისთვის. კარგი, მას გამოვიყენებ, ეს გადავდოთ. გადავდოთ ასე. დღეს მაგ საწოლზე გაშლა. აქ ვიღებ მაგიდის გარშე. კარგი, ვნახოთ აბა. რითი გაგახარებთ ზუსტად სამყარო, აი ამ ახლო დღეებში, ხო? გაშლა ბუნებრივი აქტუალურია იმ დღიდან, იმ დროდან, როდესაც ჩართავთ და მოისმენთ მას. ახლო დღეები, ნუ მაქსიმუმ, კაი 10-7 დღე, ხო? ან 7, ან 10 მაქსიმუმ. ეს უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, რომელი. შეგიძლიათ უფრო ნაკლები დროც იყოს. ნაკლებ დროზე ფოკუსირდეთ, ესეც შეგიძლიათ აქ, ხო? კარგი. რითი გაახარებს სამყარო აქ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს? რით გაახარებს სამყარო აი ამ დღეებში ზუსტად ჩვენს მსმენელს, ხო? პირველ რიგში იმით გაგახარებთ, რომ აი რაღაც ისეთი მძიმე სიტუაცია
რისგანაც თითქოს და თქვენ ვერ პოულობდით გამოსავალს, რამაც ძალიან გამოგვბიტად, ძალიან დაგხალათ. აი, ისეთი ენერგიებია ხო ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, მძიმე, სადაც აღარ არის არც იმედი, არც ენერგია. იქნება ეს კონკრეტული სიტუაცია თუ ზოგადად ფაზა თქვენ ცხოვრებაში, აი პირველი სასიხარულო, აი ეს საბოლოოდ მიდის და სრულდება. თქვენ საბოლოოდ გამოდიხართ ისეთ მდგომარეობებიდან და მოვლენებიდან, სადაც აი ძიმეთ გრძნობდით თავს, სადაც აი გამოვალი მდგომარეობა იყო, ან თქვენ უყურებდით ამ მოვლენას როგორც გამოუვალს, ხო? აი გამოსვლა, ესე იგი პირველი სასიხარულო გამოსვლა, ყველაფერი აბსოლუტურად გამოსვლა და ნახეთ, უცებ ჰოპ, საერთოდ სხვა ენერგიებში. საერთოდ ახალი სპირას, ასე ვიტყვი, ხო? აი ამ სიმძიმეების უკან ჩამოტოვება და ახალი რაღაც ახალი, ეს შეიძლება იყოს ახალი შემოთავაზება, ან ზოგადად რაღაც სიახლე გაიგონოთ, ან ვინმემ გითხრათ, რომ აი მოდი, აი ეს გავაკეთოთ, ხო, რაღაც უცაბედი, ახალი, ვიღაცასთან შესაძლოა მოგზაურობასთანაც იყოს ეს კავშირში, ვიღაცასთან სხვადასხვა სახის გადაადგილებებთან, ვიღაცასთან არჩევანთან, რომ აი მე ვირჩევ რაღაც ძველს, ან რაღაც ახალს, ხო? აი მოდის საერთოდ ახალი ენერგიები თქვენს ცხოვრებაში და აი ეს ფაზა, სადაც თქვენ გიჭირდათ და რთული იყო და უკვე აღარ შემიძლია პოზიცია არის, აი ეს საბოლოოდ მიდის და სრულდება და მოდის აბსოლუტურად სასიხარულო ახალი ფაზა, სადაც თქვენ უფრო მოდუნებულად ხართ, ლაღად და მოდის პოზიტივი. კარგი, კიდევ რით ახარებს აქ სამყარო? როგორც იქნა შინაგანი ძალების აღდგენა, ხო? აქამდე აქ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ აქ არ არის შინაგანი რესურსულობა, ხო? რესურსი არ არის, ენერგია თითქოს აი გაიპარა, აღარ არის, ან დასრულდა, გამოფიტულია ადამიანი, ხო? აი ეს სრულდება ეს მომენტი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ აი აღარა მაქვს ენერგია, ნაპერწკალი ჩემში თითქოს და ჩაქრა. აი ზუსტად ამით გახარებთ სამყარო აქ, რომ იქნება თქვენში ინთება, უფრო სწორად, ეს უფრო სწორია, ინთება თქვენში ნაპერწკალი, რომელიც გავსებთ შინაგანად და რომელიც გეხმარებათ, რომ გადადგათ ნაბიჯი. იმ მიმართულებით, რაც თქვენთვის საინტერესოა და მიმზიდველი. ნუ აქ რო შევაჯამო ხო ეს ისტორია ახლა ჩვენ რაც ვსაუბრობთ აქ თავარი აქ რაც იგრძნობა რომ ეს მძიმე დამგრუზველი ენერგიები მიდის თქვენი ცხოვრებიდან და აბსოლუტურად მოდის ცოცხალი ენერგიები, სიახლეები, ხო რაღაც აპდეიტი ხდება თქვენს ცხოვრებაში. ახლა ისეთი გარდამტეხ ეტაპზე ხართ, სადაც всё, უკან გზა აღარ არის და მხოლოდ წინ. და ეს ყველაფერი სიმძიმე რაც გამოგივლიათ, ან რასაც ახლა გადიხართ მაგალითად, ხო? იცოდეთ რომ всё, ეს სრულდება, ეს მიდის. კარგი, მოდი უფრო კონკრეტულად რაღაც ჩავეკითხოთ, აქ თუ გვაჩვენებენ ჩვენ, რაღაცნაირად ასე დავდოთ, რომ სრიალებს ეს კარტები. მაგიდის გარეშე რა ვაკეთებ? კარგი. რა იქნება ესეთი ძალიან სასიხარულო აქ, რასაც ჩუქნის სამყარო ჩვენს მაყურებელს ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ ყველაზე სასიხარულო რა იქნება. ვაუ. ეს თასების მეფე ვინმეა? თუ ეს რაღაც ასეთ სიტუაცია ვინმე? აქ რადგან საჯაროა ეს გაშლა, აქ ვიღაცაც არის და რაღაცაც, ხო, ვიღაცისთვის ეს რაღაც ისეთ სიტუაცია, რასაც თქვენ ამდენი ხანი აი პოტინებოდით და იბრძოდით რაღაც სიტუაციის გამო, ხო, რომ აი მიგეღოთ რაღაც და უმრავლესობასთან ეს არის ვიღაც კონკრეტული ადამიანი, ვინც შესაძლოა იყოს თქვენი ისეთი, როგორ თქვა, წყვილი, ხო? ან რომანტიულ კუთხით, ან არარომანტიულ კუთხით. ესეც აქ ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. კარგი, ნუ მაშინ უფრო კონკრეტულად ჩავეკითხოთ, აი რა არის ის ყველაზე სასიხარულო, რითიც სამყარო გაახარებს აქ, ხო? გვაჩვენეთ. ყველაზე სასიხარულო აქ ემოციები რასთან დაკავშირებითაც მაგალითად ჩვენ ამოგვივიდა ეს კარტი ამოვიდა, ხო? შესაძლოა ახლა თქვენ რაღაცებზე ფიქრობდეთ და შფოთავდეთ. უმრავლესობას შესაძლოა აქ აწუხებდეს აი ზუსტად ეს სასიყვარულო საკითხები, ან ზოგადად ემოციურად გრძნობდეთ თავს, ხელფეხ შეკრული, ბევრი შფოთვა იყოს, რაღაცაზე
ღილვა იყოს და ზუსტად აქ არის რა, ეს საკითხი, რაზეც ახლა ღილავს მაყურებელი, ამის მოგვარება. კი, აქ აბსოლუტურად თასებია, ხო? მე დავუშვებ, რომ აქ სასიყვარულო თემატიკის საკითხია უმრავლესობისთვის, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს მხოლოდ ამას, შესაძლოა ვიღაცასთან ცოტა სხვანაირად იყოს ეს ვითარება და არ იყოს მანდ-მაინც სასიყვარულო, შეიძლება ეს არის ემოციები კიდევ ერთხელ ზოგადად. აქ არის ამ სიტუაციის მოგვარება. კარგი და აქ სასიხარულო რა არის? მოგვარება. მეგარი, მოგვარება. აქ გვარდება. ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, აქ სამყარო გაჩვენებთ, გახარებთ იმით, რომ გვარდება ის პრობლემა, რასაც ახლა განიცდით, აუცილებლად. რასაც ახლა ღელავთ, რასაც ახლა განიცდით, ეს პრობლემა თქვენს ცხოვრებაში გვარდება. აქ მინდა ხაზი იმას გაუსვა, რომ შესაძლოა ვიღაცასთან ის იყოს სასიყვარულო, როგორც თქვი ხო, უმრავლესობისთვის შესაძლოა. მაგრამ არის იმის პროცენტულობაც, რომ არ არის მარტო სასიყვარულო, შეიძლება იყოს სხვა სფერო, ან სხვა საკითხი, ხო? ასე რომ ამასაც დაუკვირდით, თქვენ თავს მოусმინეთ და გადახედეთ იმ სიტუაციას, რაშიც ხართ და იმის მიხედვით გადაწყვეტეთ. რა და როგორ უფრო. ხო, ეს არის მთავარი, რითიც სამყარო თქვენ გაგახარებთ, რომ მოგვარდება ის მთავარი მწვავე საკითხი, რაც ახლა მწვავედ დგას თქვენთვის და თქვენშიც. ხო, და ძალიან სერიოზულად გიშლით ხელს ემოციურად პირველ რიგში. ეს არის ის ყველაზე სასიხარულო, ეს მართლა სასიხარულოა. კიდევ რა იქნება აქ სასიხარულო ამ ახლო დღეებში? ბევრი. აქ ძალიან ბევრი უცაბედი სასიხარულო მომენტები იქნება. შესაძლოა ისეთი ცოტა სასიხარულო და რომელიც ჯამში ძალიან მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს თქვენ ცხოვრებაში. ერთი სიტყვით აქ ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავია, მაგრამ მე მინდა აქ კითხვა დავსვა. აქ ყველაზე კონკრეტულად გვაჩვენეს ის, რომ მოგვარება იმ საკითხის, რაც ახლა მაწუხებს მაგალითად, ხო, რაზეც ახლა ბევრს ფიქრობ, რაც მაშფოთებს, ეს არის აქ ყველაზე ისეთ წვავეთ ნაჩვენები. ახლა რაც ვკითხე, ამას უფრო კონკრეტულად არაჩვენებენ, მაინც უფრო ზოგადი ენერგიები, რადგანაც ბევრი სხვადასხვა სასიხარულო ამბავია, რაც გეხმარებათ, რომ საერთოდ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ასეც შესაძლოა იყოს, ხო, პირდაპირ შეცვალოთ ცხოვრება. შესაძლოა ეს სიტყვაც კი იყოს აქ და შეგვიძლია იმის გამოყენება ეს მასშტაბურად. კარგი, მოდით მაშინ ახლა უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ და ვკითხოთ კონკრეტულად, სფეროებით ვკითხოთ, ხო? სფეროებით, ესეც საინტერესო იქნება ბევრისთვის, მე ვფიქრობ, სფეროებით, ხო? მე ჩამოვთვლი ახლა სფეროებს და გვაჩვენეთ მაღალი არკანით ის სფერო, რომელ სფეროშიც იქნება ყველაზე დიდი სასიხარულო ამბავი სამყაროდან საჩუქრად თქვენთვის ამ დღეების განმავლობაში. სასიყვარულო სფერო თვით განვითარება, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, ფინანსები, თქვენ და თქვენი ოჯახური საკითხები, ან თქვენ და თქვენი ოჯახებისთვისაც აქტუალურია, თუ ყველა სფერო აქ საერთოდ. სასიყვარულო. მეგობრებო, სასიყვარულო უეჯველი თვით განვითარება. ვაუ, თვით განვითარებაც, ორი მაღალი არკანი, სასიყვარულო თვით განვითარება. ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაც ვისთვისაც აქ აქტუალური იყო რაღაც საკითხების გადაჭრა, გამორკვევა, აქ იქნება ეს მაგალითად ფიზიკურობასთან დაკავშირებით რაღაც იყო გაურკვეველი, ხო, რაღაც ანალიზები, რაღაცა, აქ იქნება მეტი გარკვეულობა თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური, მაგრამ ეს არ არის მთავარი აქ. კარიერა, კარიერაში აქ ჩვეულებრივი კარტია, ცხრიანი თასების, ძალიან კაი. კარტია კარიერისთვის, ფინანსებში აქ რაღაც ისეთი გადაჭრები და მოგვარებები გვაქვს. თქვენ და თქვენი ოჯახი, უფრო შანსი, სტაბილურობა. თუ ყველაფერი ერთად. კი, შესაძლოა, ასე ვიტყვი. ეს ორი სფერო, ამ ორ სფეროს ძალიან დიდი ზეგავლენა ექნება თქვენს ცხოვრებაზე და შესაბამისად, სადაც იყო დაბლოკილი ენერგია, ხო, რომელ სფეროშიც იყო დაბლოკილი ენერგია, იქ unblock, ასე გაკეთდება, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ეს სფეროები და ბუნებრივია ჩვენ, ხო, ვიცით, რომ ყველა სფერო არის ერთმანეთთან კავშირში, ასე რომ თუ რაღაც სფერო სადღაც რაღაცა იწყებს, იქ რაღაც ხდება, ხო? მერე სხვა სფეროებზეც გადადის ეს ზეგავლენა და შემდეგ უკვე თითქოს განბლოკვა ხდება ბევრი სფეროსი.
ერთად. ასე რომ აქ ეგ ამბავია, წუთით ეს მინდა ახლა მე რომ გავწიო. აქ აშკარად სასიყვარულო ისტორია არის, როგორც უკვე აქამდეც დავინახეთ, ხო? კარგი, უფრო მეტად ისე ჩავუხმავდეთ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს ხოლმე ეს და ამიტომ რაღაც ცოტათი ჩავუხმავდები, მაინც სასიხარულოდ დავტოვოთ, სასიხარულოდ ძალიან დეტალიზირება არ გვინდა, მაგრამ რასაც გვაჩვენებენ და რის შესაძლებლობაც გვექნება, ვნახოთ სასიყვარულო სფეროში, ხო, რა ესეთი სასიხარულო ამბავს გვიმზადებს ჩვენ აქ სამყარო ამ დღეების განმავლობაში, რა სასიხარულო ამბავს უმზადებს სამყარო. ვისაც გქონდათ აქ აი როგორ თქვა სიტუაცია, სადაც ვერ ვუშვებ ჩემს ძველ წყენას, ტკენას, ან ისტორიას რაღაც კონკრეტულ ადამიანთან, ან რაღაც სიტუაციას, სადაც მე ასე რომ ვთქვათ, არც ისე კმაყოფილი დავრჩი, ან არ დავრჩი ბედნიერი, ხო? აქ არის ის, რომ აქ არის ახალი სიყვარული, ახალი ჩემი კატაც მღერის. არის ახალი შემოთავაზებები, ახალი სიყვარული, ან ახალი პარტნიორი, ან შესაძლოა ეს არ იყოს ახალი, მაგრამ სიყვარული ახლებურად, ახალნაირად, ხო? ესეც შესაძლოა იყოს. კარგი, ვნახოთ, აქ გვაქვს რა, ახალი სიყვარული, აქ აშკარად არის კომუნიკაცია. აქ აშკარად არის კომუნიკაცია. კი, აქ აშკარად არის კომუნიკაცია, საუბარი, მიმოწერები. ეს კარგი. მოდის ესეთი ფაზა თქვენს პოზიციაში, სადაც აი სიყვარული რომანტიკა, კი, როგორც იქნა ერთი სიტყვით, თქვენ გრძნობთ თავს ავსებულად. მოიმე ხო, როგორც იქნა, დაიწყო ის ფაზა, სადაც თქვენს მიმართ იჩენენ გრძნობებს, გჩუქნიან რაღაცებს, ხო? ესეთი პატარა სასიხარულო ახალი რაღაც იწყება სასიყვარულო სფეროში, რაც გავსებთ მთლიანად და გაგრძნობინებთ თავს ქალად, მაგალითად თუ ქალები მისმენენ, ხო, და ვისთვისაც აქტუალურია, თუ კაცები ბუნებრივია თქვენზე მოირგეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ აი არაჩვეულებრივი ესეთი თბილი, რომანტიული ემოციები, რაც კმაყოფილებას იწვევს, ხო, აი ეს არის აქ თქვენ სასიყვარულო სფეროში. კარგი, მაშინ გვაჩვენეთ, აი ვინმე კონკრეტულ ადამიანთან არის ეს თუ რამოდენიმე. ვაუ, აქ ვიღაცასთან, აქ რადგან საჯაროა ეს გაშლა, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა ვინმე კონკრეტული პიროვნება იყოს და ვიღაცასთან გაურკვეველი რაოდენობა, ან საერთოდ ვიღაც ახალი იყოს, ხო? თქვენთვის აქ ვიღაც. კარგი, მამაკაცი გვაჩვენეთ, მთავარი გმირი, მაშინ ასე ვიკითხავ. სიკვდილის არკანი. აქ ორი სიტუაცია. ან ვიღაც წარსულიდან არის, ან ვიღაც ტოტალურად ახალი არის. ეს არის ვიღაც ისეთი ყოფილი, თუ საერთოდ ახალი. ვიღაცასთან შესაძლოა კი ეს იყოს ყოფილი, მაგრამ ახალი, მაგრამ ისეთი ახალი, აი როგორ თქვა, ისეთი ტიპაჟი, ხმლების მეფის ტიპაჟი. ან ისეთი ახალი, აი ხო, ხმლების ტიპაჟი, რომელიც აი ისეთია კონკრეტული, იცის რა უნდა, იცის როგორ, კომუნიკაბელური, ხო? ასევე ჰაერისტიქიებიც აქ არის, სასწორი, მერწყული, ტყუპები, აი ეს სამი. შესაძლოა ნატალ რუკაში გქონდეს რაღაც სადღაც, ან მისი მზე იყოს ამ ნიშანში, ან მთვარე, ან ზოგადად ეს ენერგია ჭარბობდეს მასში, ხო? აი ვიღაც ასეთი მამაკაცი მოდის აქ და მოდის აი სიყვარულისთვის. ნახოთ ახლა ჩვენ აქ. კი, მოდის სიყვარულისთვის, მოდის იმისთვის, რომ როგორც იქნა თქვენ, აი იყოთ ურთიერთობაში, იყოთ არა, ურთიერთობაში ისეთი პოზიცია მიიღოთ, არასწორად ვამბობ, ისეთი ფორმატი მიიღოთ ურთიერთობის, რაზეც ოცნებობთ და რასაც იმსახურებთ, აი, ეს არის სწორი. ხო, აი ამისთვის მოდის. ხანგრძლივად რომ დარჩეს თქვენ სასიყვარულო სფეროში, სადაც იმოქმედებს, ეს არ არის ვიღაც ისეთი ტიპაჟი, აი მოვიდა, წავიდა, რა უნდა, არ ვიცი საერთოდ, ხო, აი ეს არ არის ეს ისტორია. ძალიან სასიხარულო აქ შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ ახალ ენერგიებზე გადადის აქ. კი, აი თქვენ ცხოვრებაში საბოლოოდ იკვეთება რაღაცის ეტაპი, სრულდება.
იკვეთებაში გულისხმობ დასრულებას, მოჭრას, გადაჭრას, იმ ეტაპების, იმ ისტორიების, სადაც თქვენ აი ასე წრეზე დადიოდით, ან ბევრს ფიქრობდით და всё, ეს სრულდება, რაღაც ციკლი სრულდება თქვენ ცხოვრებაში და მოდის რა? და თქვენ გამოდიხართ აი მარტო ჩაკეტილი სიტუაციიდან გადიხართ სამყაროში და მოდის ახალი ესეთი ფერადი, საინტერესო თავგადასავლები, საინტერესო ენერგიები, რომელსაც უნდა თქვენთან კომუნიკაცია, ახალი ადამიანები, ახალი სიტუაციები, სადაც თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გახსნათ საკუთარი თავის სამყაროსთვის და უფრო ბევრი საინტერესო რაღაცაც აღმოაჩინოთ თქვენი თავისთვის ამ სამყაროში, რაც გვაქვს, ხო? არაჩვეულებრივია. მე ვიტყოდი ძალიან მაგარია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოსალოცია, რადგანაც აი ასეთ ძიმე ენერგიებში ან იმყოფებით, ან უკვე იყავით, მაგრამ ბოლომდე გამოსულ ხართ, როგორც იქნა ეს მიდის, ხო? აი ეს ასე უფრო მოვიტან, რომ კარგად გამოჩნდეს. აი ეს მძიმე ენერგიები საბოლოოდ სრულდება და ეს არის არაჩვეულებრივია. კრიზისი, მელანქოლია, რაღაც გაუშვებელი, გამოუტირებელი მომენტები, ასპექტები, უიმედობა, ყველაფერი ეს და კიდე ბევრი სხვა რაც მოგივათ აქ აზრად, ან რასაც იგრძნობთ, აი ეს მძიმე მომენტები მიდის თქვენი ცხოვრებიდან და მოდის ახალი, სასიხარულო, საინტერესო და ისეთი ნაპერწკლიანი ამბები. მართლა მოსალოცია ეს ყველაფერი. კარგი, მაშინ ასე ვიკითხოთ. აი ამ სასიხარულოზე, რასაც სამყარო ჩუქნის, რასაც თქვენ გჩუქნით სამყარო, რა უნდა ვიცოდეთ ახლა, ხო? რა უნდა ვიცოდეთ, რომ გავითვალისწინოთ. უნდა იცოდეთ ის, რომ მიიღოთ ეს. არ კრათ ამას ხელი, იმიტომ რომ ეს არის თქვენი საჩუქარი, ხო? სამყაროს უნდა თქვენი გახარება. სამყაროს უნდა რომ თქვენ არ იყოთ მარტო, იპოვოთ თქვენი პარტნიორი, მაგალითად, ვისთვისაც კიდევ ერთხელ ეს აქტუალური საკითხია. გაერთოთ, გახალისდეთ, ისევ გაეღვიძოს თქვენში ცხოვრების სურვილმა, წყურვილმა და აი სამყაროს უნდა რომ ეს მიიღოთ თქვენ. და რამდენად მიიღებთ, ეს უკვე აბსოლუტურად თქვენზე არის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ, რომ აი სამყარო ამას გაძლევთ, გჩუქნით, რომ აი ასე იგრძნოთ თავი. მაშინ აი რა შეუძლია აქ გააკეთოს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად არ გამაზოს ეს ამბები და გაეხსნას ამ ყველაფერს. დაასრულეთ ჯდომა რა კუთხით აქ? შესაძლოა ვიღაცამ ბუკლალურად დაასრულოს ჯდომა, მაგრამ რაღაც ახლისკენ გაიხედეთ. всё, წარსული გაუშვით. რაცაც ეპოტინებით ის გაუშვით, იმიტომ რომ იცოდეთ, რომ ახალი მოდის. საერთოდ ახალი საინტერესო და თამამად აქ ვინც უფრო მეტად იმოძრავებს, ხო, რაღაც სპორტი, იქნება ეს ასევე რაღაც ისეთი ცოტა აქტიური ქმედებები, იდეების თამამი როგორ თქვა, რეალიზება, ხო, საკუთარი თავის გამოხატვა თამამად სოციუმში, აი ყველაფერი ეს დაგეხმარებათ აქ, რომ იმ ენერგიებზე გადახვიდეთ, რომ ეს უფრო მარტივად მოვიდეს და მოიზიდოს თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ უფრო მეტი სითამამე, უფრო მეტი საკუთარ თავში დარწმუნებულობა მოусმენთ საკუთარ ხმას, საკუთარ ინტუიციას და გააკეთეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. აი, ჟარგონულად ვიტყვი, რაც გისწორდებათ და გახარებთ შინაგანად, ბუნებრივია და ამით საკუთარ თავს და სხვებს ზიანს არ აყენებთ, აი, აკეთეთ ის, ხო? კარგი, რჩევას ამოვიღებ ახლა აქ თქვენთვის რჩევა. რჩევა, რაც დაგეხმარებათ ახლა. რჩევა. Deal with unexpected. Treat the unforeseen as a divine offering. მიიღეთ ის, რომ ცხოვრება მოულოდნელია ზოგადად, ხო და ხდება მოულოდნელი რაღაცეები. ასე რომ ელოდეთ მოულოდნელს. ელოდეთ მოულოდნელ ამბებს და მოულოდნელ რაღაცეებს, იმიტომ რომ ზუსტად ეს მოულოდნელია, რასაც მოაქვს, აი ის, რაც საჭიროა ჩვენთვის სინამდვილეში და რასაც გვიმზადებს და უნდა რომ მოვიდეს ჩვენამდე სამყაროს, ხო? ასე რომ მოემზადეთ იმისთვის, რომ მოულოდნელად შესაძლოა განვითარდეს რაღაცეები და ამის არ შეგეშინდეთ.
იმიტომ რომ აი არაჩვეულებრივ საჩუქარს გიკეთებთ აქ სამყარო და ენდეთ სამყაროს, აი რომ შეგეშინდებათ, გაგახსენდეთ, ენდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი რაც არის, მხოლოდ თქვენ სასიკეთოდ არის და უკეთესი იქნება კიდევ ასე რომ გადმოერთვეთ უფრო მეტად აი ამ ხედვაზე, უფრო მეტი პოზიტივი და გისურვებთ სიყვარულს, პოზიტივს და რა ვიცი, ყველაფერ საუკეთესოს. აუცილებლად დაწერეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით, შესაძლოა ვიღაცამ მოისმინოს და მე მალევე რაღაც მოხდეს და საინტერესოა ეს თუ როგორ გათამაშდება ეს ამბავი თქვენთან და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ძალიან მაინტერესებს. შესაძლოა ვიღაცასაც დაეხმაროს თქვენი კომენტარი, ესეც გაითვალისწინეთ, ასე რომ აუცილებლად დატოვეთ თქვენი უკავშირი, დალაიქეთ ეს გაშლა, ვისაც მოგეწონათ და მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის სესიებზე. წარმატებები ყველას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.